რა არის ის 7 რამ, რასაც ყოველთვის აკეთებს კაცი, როცა ნამდვილად უყვარს თავისი ქალი და ის ერთი რამ, რასაც ის გააკეთებს იმ შემთხვევაში, როცა უკვე გადაუყვარდით. როცა კაცს ნამდვილად უყვარს თავისი ქალი, ის უკვე ვეღარ ამჩნევს ამ ქალის რაღაცა ფიზიკურ ნაკლოვანებებს. ის რაც სხვა ადამიანის თვალში როგორც ნაკლი შეიძლება იყოს აღქმული, ამ ბიჭისთვის ამას საერთოდ არაფერი მნიშვნელობა აღარ ექნება, ამ პირიქით მომხიბვლელათაც კი ჩათვლის. მაგალითად, გოგოს აქვს გამონაყარი სახეზე, ან აქვს რაღაცა უცნაური ფორმის ფეხები, ყურები და ასე შემდეგ. ბიჭი ამას არ მიაქცევს ყურადღებას, ან პირიქით მოეჩვენება, რომ ეს არის ძალიან მომხიბვლელი ფაქტორი ამ გოგოსი. მეორე, არავის დაალაპარაკებს ამ გოგოზე ცუდად. მაგალითად, გოგომ არ იცის კარგად სახლის დალაგება, ან ვერ აკეთებს საჭმელებს და დედამ ან დამ ბიჭს უთხრეს, რომ ეს ვინ აგირჩევია. აუცილებლად გაამართლებს ამ გოგოს და ეტყვის რამე ისეც, რომ გამოვიდეს ეს გოგო ყოველ შემთხვევაში მაინც მომხიბვლელი. ეტყვის, რომ დღევანდელ დღეს აღარ არის საჭირო, რომ გოგო იყოს კარგი დიასახლისი. ამისთვის არსებობენ დამლაგებლები, არსებობს სარეცხი მანქანა და ასე შემდეგ. მესამე, თუ ბიჭმა იცის, რომ ამ გოგოს რაღაცა ძალიან უნდა და ეს რაღაცა ძალიან გაახარებს, ბიჭი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობაშია, რომ ამ გოგოს მიართვას ის, რაც ამ გოგოს ასე ძალიან უნდა სიხარულისთვის. თუნდაც ეს რაღაცა ღირდეს და ამის არ ქონდეს სახსრები, შეიძლება ის ესხოს კი იმის გამო, რომ გაახაროს ეს გოგო. მეოთხე, არაფერს გადაწყვიტავს თავის მომავალთან დაკავშირებით ამ გოგოს აზრის გარეშე. აუცილებლად ჩართავს ამ გოგოს თავის ცხოვრებაში და თავის გეგმებში. მეხუთე, აუცილებლად გეგმავს თავის მომავალს ამ გოგოს გვერდით და ლაპარაკობს არა როგორც მე, არამედ როგორც ჩვენ. აუცილებლად აცნობს ამ გოგოს თავის მეგობრებს და ახლობლებს, იმიტომ რომ არ სცხვენია ამ გოგოსი. და მეშვიდე, ფრთხილობს, რომ გოგოს არაფერი აწყენინოს, იმიტომ რომ ძალიან ეშინია მისი გულისტკენის და მისი დაკარგვის. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ბიჭი უკვე მზად არის, რომ ისეთი რამე უთხრას გოგოს, ან ისეთი რამე გააკეთოს, რომ ატკინოს გული, იქ უკვე გოგომ შეიძლება მიხვდეს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ან ამ ბიჭს საერთოდ არ სცოდნია სიყვარული და ეგონა, რომ უყვარდა ეს გოგო. ბიჭს, რომელსაც რეალურად უყვარს გოგო, ის ვერანაირად ვერ გააკეთებს ისეთ რაღაცას, რაც მოუტანს ამ გოგოს ან გულის ტკივილს, ან კიდე რაღაცა დისკომფორტს. ამიტომ, ჩემო კარგებო, ამ კრიტერიუმის მიხედვით შეამოწმეთ, როგორ გექცევათ თქვენი ბიჭი და მე კი გისურვებთ, რომ მას თქვენ ძალიან უყვარდეთ და ერთად იყოთ ბედნიერები. მომავალ შეხვედრამდე.